მადურო ბევრს ლაპარაკობს და ტრამპი ამხელს სოციალისტურ სკანდალს. პოლიცია შევიდა PSOE-ს შტაბ-ბინაში მადრიდში და გამოიწვია კრიზისი, რომელიც პედრო სანჩესის სოციალისტური მთავრობის გულს ეხება. იმ დროს, როცა ნიკოლას მადურო ამერიკის პატიმრობაში გახდა ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ევროპულ მემარცხენეებს. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 28 მაისს საქმე მეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ეს მხოლოდ ესპანეთში ადგილობრივი სკანდალი არ არის. გამოძიება მოიცავს მმართველი პარტიის დოკუმენტებს, სანჩესის ყოფილ მოკავშირეებს, გამოძიების ქვეშ მყოფ ოჯახის წევრებს და პოლიტიკურ კავშირს, რომელიც ვენესუელასაც ეხება. ტრამპი ამ თამაში ჩნდება იმიტომ, რომ სწორედ ამერიკის მთავრობამ ჩამოაცილა მადურო ხელისუფლებას და ვაშინგტონის ხელში ჩააგდო ადამიანი, რომელიც იცნობს კულისებს, წყალობებს, კონტაქტებს და გავლენის მარშრუტებს. რას იცის მადურო? რატომ გახდა სანჩესის ამიზნე? როგორ შეუძლია ტრამპს ეს დაცემა ბრძოლად აქციოს, ბომბი ევროპული სოციალიზმის წინააღმდეგ, ახლავე ყველაფერს მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. მოქმედება განხორციელდა PSOE-s ეროვნულ შტაბ-ბინაში ფერას ქუჩაზე მადრიდში, ესპანეთის სასამართლოს ბრძანებით. აგენტებმა მოიძიეს დოკუმენტები და ელექტრონული ფაილები გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა სავარაუდო მცდელობებს პარტიასთან და მთავრობის გარემოცვასთან დაკავშირებულებულ საქმეებში ჩარევის მიზნით. გამოძიება ეხება სოციალისტური სტრუქტურის წარმომადგენლებს და მოიცავს ეჭვებს, როგორიცაა ქრთამი, არასათანადო ქცევა, ცრუჩვენების მიცემის წახალისება და კრიმინალური ორგანიზაცია. სანჩესმა სცადა ნორმალურობის ჩვენება, განაცხადა, რომ პარტია თანამშრომლობს მართლმსაჯულებასთან და უარყო ვადამდელი არჩევნები. პოლიციის ყოფნამ სოციალისტური პარტიის შტაბში უკვე აჩვენა ზიანის მასშტაბი. პედრო სანჩესის სახელი კიდევ უფრო დაუცველი გახდა, რადგან კრიზისი ცალკე შემთხვევად არ წარმოჩენილა. მისი მეუღლე ბეგონია გომესი იძიება კორუფციის, გავლენით ვაჭრობისა და საჯარო რესურსების არასწორი გამოყენების ეჭვის გამო. მისი ძმა დავიდ დე სანჩესი ასევე გასამართლდება ეჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება საჯარო თანამდებობას ექსტრემადურაში. მთავრობის ყოფილი მოკავშირეები, როგორიცაა ხოსე ლუის აბალოსი და სანტოს სერდა, ფიგურირებენ საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაქტებთან, საკომისიოებსა და სახელმწიფო თანხებთან. ესპანეთის ოპოზიცია მოითხოვს პრემიერ-მინისტრის გადადგომას, რადგან ზეწოლა პერიფერიიდან გადავიდა პოლიტიკურ ბირთვში, რომელიც მთავრობას უჭერს მხარს. ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი მოდის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროსგან, ესპანეთის ყოფილი სოციალისტი პრემიერ-მინისტრისგან. ის გახდა ეროვნული სასამართლოს გამოძიების ობიექტი, სავარაუდო გავლენით ვაჭრობის გამო, ავიაკომპანია Plus Ultras გადარჩენის საქმეში, რომელმაც პანდემიის დროს 53 მილიონი ევრო მიიღო. კომპანიას ვენესუელელ ბიზნესმენებთან ჰქონდა კავშირები და ამან კარაკასი მადრიდის კრიზისის ეპიცენტრში მოაქცია. საპატერო უარყოფს რაიმე დარღვევას და აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდა. მაგრამ პოლიტიკური კითხვა დარჩა უპასუხოდ. რატომ მიიღო ვენესუელური კავშირების მქონე კომპანიამ ამდენი საჯარო თანხა? მადურო ამ ისტორიაში ჩნდება იმიტომ, რომ ვენესუელა ყოველთვის განიხილებოდა ევროპის მემარცხენე წრეების მიერ, როგორც ვაშინგტონის წინააღმდეგ პოლიტიკური მოკავშირე. ეხლა ვენესუელის რეჟიმის ყოფილი ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების ხელშია. იანვარში დაკავების შემდეგ ამერიკის მართლმსაჯულებამ მიიღო წვდომა იმ ფიგურაზე, რომელიც იცნობს ჩავიზმის შიდა მექანიზმს, მის შუამავლებს და მის შარლატანებს. ასეთი მასშტაბის სახელმწიფოები მარტო არ ინგრევა. ისთან მიაქვს დოკუმენტები, სახელები, მოგონებები და შიში. ტრამპი ცვლის გათვლებს, რადგან მადუროს აქცევს ზეწოლის წყაროდ ნებისმიერი უცხოური ქსელის წინააღმდეგ, რომელმაც ივაჭრა, დაიცვა, ან მიიღო გავლენა რეჟიმისგან. თუ ვაშინგტონი შეადარებს ვენესუელურ დოკუმენტებს, კონტრაქტებს, გადარჩენის ოპერაციებს, ლობისტებს და პოლიტიკურ კონტაქტებს ევროპაში, ესპანეთის მემარცხენეები შეიძლება საოცარ კრიზისს შეეჯახონ, ვიდრე უბრალოდ შიდა კორუფციის შემთხვევა. ადრე მადურო კარაკასიდან უპირისპირდებოდა შეერთებულ შტატებს, ახლა კი ის ამერიკის მართლმსაჯულებაზეა დამოკიდებული. და ეს დეტალი აშინებს ყველას, ვისაც ჩავიზმთან ჰქონდა კავშირი. კავშირი მადუროს პლუს ულტრასა და ესპანურ სოციალიზმს შორის ფეთქებადია, რადგან ის აერთიანებს სამ ელემენტს, რომელსაც ამომრჩეველი სწრაფად იგებს: საჯარო ფული, პოლიტიკური გავლენა და ვენესუელა. სანჩესის მთავრობა უკვე ზიანს განიცდის პანდემიის კონტრაქტების, ოჯახის წევრების წინააღმდეგ არსებული ეჭვებისა და PSOE-s გავლენიანი ფიგურების გამო. როდესაც ვენესუელის მარშრუტი ზაპატეიროს გვერდით ჩნდება, საქმე ტექნიკურ სფეროს ცდება და პოლიტიკურ ჭრილობად იქცევა. კითხვა მხოლოდ ის არ არის, იყო თუ არა დანაშაული. კითხვა ასეთია, ვინ გახსნა კარები, ვინ ითხოვა დახმარება, ვინ დაამტკიცა ფულის გამოყოფა და ვინ ისარგებლა დაცვით. პოლიციის შესვლამ PSOE-s შტაბში სოციალისტური ნარატივის სისუსტე გამოავლინა.
წლების განმავლობაში ევროპული მემარცხენეები ცდილობდნენ თავი წარმოეჩინათ როგორც დემოკრატიის მორალური ზედამხედველები და კონსერვატორებს საფრთხედ აღიქვამდნენ. ეხლა ესპანეთის მართულ პარტიას ახსნა სჭირდება. აგენტების მიერ ამოღებული დოკუმენტები, გამოძიების ქვეშ მყოფი მოკავშირეები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საეჭვო დახმარების პაკეტთან არის დაკავშირებული. ამასობაში ტრამპს აქვს უპირატესობა, რომელსაც ევროპული მემარცხენეები ვერ აკონტროლებენ. მადურო კარაკასის კონტროლის მიღმა. ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია ფულზე, მოკავშირეებზე, შუამავლებზე ან ვენესუელის გავლენაზე შეიძლება დიპლომატიური და სამართლებრივი ზეწოლის ბერკეტად იქცეს. თუნდაც საჯარო ჩვენების გარეშეც მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ მადურომ ზედმეტი თქვას, უკვე აშინებს ყველას, ვისაც რეჟიმთან პოლიტიკური ან ეკონომიკური კავშირი ჰქონდა. აქედან მოდის პანიკა. მადუროს დაცემა ვენესუელაში არ დასრულებულა. ეს შეიძლება ევროპაშიც გზას გაუხსნას. კრიზისი ასევე აჩვენებს ევროკავშირის კიდევ ერთ ნაბიჯს, ციფრული ნარატივის კონტროლს. ციფრული სერვისების კანონი წარმოდგენილი იყო როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლის საშუალება. მაგრამ კონსერვატორები მასში ხედავენ კარს პლატფორმებზე ზეწოლისთვის და დამოუკიდებელი ხმების გავრცელების შეზღუდვისთვის. გერმანიაში რეგულატორები განიხილავენ გზებს, რომ სანდო მედია საშუალებებს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს სოციალურ ქსელებში. უხერხული კითხვა ასეთია, ვინ ირჩევს ამ მედია საშუალებებს? როდესაც მთავრობები და რეგულატორები წყვეტენ, ვინ იმსახურებს აუდიტორიას, საჯარო დებატები მართული ხდება. ბელგიაში დრის ვან ლანგინჰოვეს შემთხვევამ ეს გაფრთხილება კიდევ უფრო გააძლიერა მემარჯვენეებისა და ევროპელების შორის. ის სიძულვილის ენისთვის დამნაშავედ ცნეს მასობრივი მიგრაციისა და სოციალური პრობლემების შესახებ გამოსვლის შემდეგ. რეაქცია გამოიწვია იმან, რომ მონაცემები და სტატისტიკა, თუნდაც ისინი აღიარებული იყოს გამოსვლის საფუძვლად, შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება ისინი წარმოდგენილი. კონსერვატორებისთვის ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ევროპის ნაწილი მხოლოდ ტყუილის დასჯას არ ცდილობს, სურს გააკონტროლოს, როგორ მიეწოდება საზოგადოებას გარკვეული ფაქტოები. თუ ვაშინგტონი მადუროს დაკავებიდან რაიმე ახალ მონაცემს გამოავლენს, სკანდალი მადრიდს კიდევ უფრო დააშორებს სხვებს და ევროპულ სოციალიზმს იმ კითხვასთან დააყენებს, რომლის თავიდან აცილებასაც წლებია ცდილობს. რამდენად შორს წავიდა კავშირები ჩაუიზმთან? დაუყოვნებელი გაგრძელება ესპანეთის მართლმსაჯულებისა და ამერიკელი გამომძიებლების ხელშია. ვაშინგტონი გადაწყვეტს, რა შეიძლება გახდეს საჯარო მადუროს შესახებ, მისი საგარეო ურთიერთობები და ვენესუელის რეჟიმის ფინანსური გზები. ტრამპისთვის მადუროს წინააღმდეგ ყოველი ახალი მტკიცებულება ასევე აზიანებს იმ პოლიტიკურ მოკავშირეებს, რომლებმაც მისი იმიჯის უცხოეთში დაცვაში შეუწყეს ხელი. სანჩესისთვის ამ საქმის ყოველი ახალი გვერდი მთავრობას რთული არჩევანის წინაშე აყენებს. გაუძვოს ეჭვქვეშ ყოფნას თუ არჩევნებზე წავიდეს, სანამ სკანდალი გაიზრდება. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.